ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აფხაზეთის თემატიკაზეა შექმნილი. ნაშრომის მიზანია მეხსიერების რეკონსტრუქცია და მკითხველისთვის იმის შეხსენება, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა აფხაზეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე. სოულაბის მკვლევარებმა აკადემიური ნაშრომის შესაქმნელად გამოიყენეს ქართული, რუსული და დასავლური საარქივო და პრესის წყაროებიც. შეხვედრაზე ავტორებმა გამართეს დისკუსიაც. სახელმწიფო უკვე გაყიდვაშია თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში. აფხაზეთი 1917-1921 მეხსიერების რეკონსტრუქცია ეს არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ძალიან ფუნდამენტური აკადემიური ნაშრომი, რომელიც შეიძლება ითქვას ამბიციურიც არის, მას 3 თანაავტორი ყავს და მისი ამოცანა, ასე ვთქვათ, გადახედვა იმისა, თუ როგორ უყურებთ ჩვენ აფხაზეთის ისტორიას. წიგნი უკვე ყველა წიგნის მაღაზიაში არის. იგი ეყრდნობა ასევე მინდოდა მე თქვა წყაროების ძალიან მრავალფეროვან კორპუსს, ქართულს, რუსულს, უცხოურს, ბრიტანულ არქივებს მათ შორის და ასევე აფხაზურენოვან წყაროებს, კერძოდ აფხაზურენოვან გაზეთ აფსნის, რომელიც ქართულ აკადემიურ სივრცეში პირველად არის გამოყენებული. ყველანაირი მთავარი სოციალური და პოლიტიკური პროცესები არის მიმოხილული 17-დან 21 წლამდე. ეს ამსხრევს შეიძლება ითქვას რუსულ, საბჭოურ, პოსტსაბჭოურ, თანამედროვე და ულტრანაციონალისტურ ადგილობრივ აფხაზურ მანიპულაციებს და ნარატივებს და მითებს საერთოდ საკითხის ისტორიის შესახებ და კონკრეტულად 17-21 წლების პროცესის შესახებ.